მოგესალმებით თანამებრძოლებო. გიბრუნდებით ძალიან საინტერესო ვიდეოთი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ილიას მოახლოვებულ დაპირისპირებებზე, არმანთან და ისლანდთან. თუმცა ძალიან სამწუხარო სიახლე უნდა გითხრათ. ცოტა ხნის წინ ილიამ სოციალში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ძალიან სამწუხარო ამბავი გვამცნო. მომავალი წლის პირველ ნახევარში არ ვიბრძოლებ. პერსონალურ ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. მინდა ფოკუსირებული ვიყო შვილებზე და სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა რომ დივიზიონი დაყოვდეს. UFC საჭირო ორთაბრძოლებს ჩანიშნავს. მე კი როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, UFC-ს შევატყობინებ და მზად ვიქნები რომ დავუბრუნდე. ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ ილიას პრობლემები აქვს ცხოვრებაში და არა ის, რომ ჩხუბებს არ გამართავს. ამიტომ მოდი ერთად გავამხნევოთ კომენტარებში ელმატადორი. რეალურად რო შევხედოთ, დიდი პაუზა არ გამოდის. ილია შეიძლება სულ რაღაც 3-4 თვე გაეწელოს ეს პაუზა. ამიტომ სასიში არაფერია. ჩემი აზრით ილიამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო. რადგან ჩვენ გვინახავს მებრძოლები, რომლებსაც ცხოვრებაში რთული პერიოდის და მიუხედავად ჩხუბები არ შეუწყვეტიათ. ის გამოც მათი კარიერა ძალიან ცუდად წასულა. ამიტომ ყველაფერი კარგი უსურვოთ ჩვენ ჩემპიონს და დაველოდოთ მის დაბრუნებას. ხოლო სანამ მოგიყვებით რა რეაქციები მოყვა ილიას ოთახნიან პაუზას სხვა მებრძოლებში და მათ ფანებში, გაიმწადეთ ჩაი და მოკალათით სავარძელში. ჩვენ ვიწყებთ. ილიას ამ განცხადებას გამოეხმაურა მისი ყოფილი მეტოქე და ამ სპორტის აქტიური ლეგენდა მაქს ჰოლოვეი, რომელმაც სოციალებში ილიას შეუთვალა. წუხარ ჩემპიონო, თუ ეს ის არის, რაც ბოლო დროს მესმოდა, ვიცი რამდენად რთულია ჩხუბის პარალელურად შვილებზე ფიქრი და მათი დაცვა. იმედია ყველაფერი კარგად გექნება. წერს ჰოლოვეი. რა თქმა უნდა, პასუხი დაუბრუნა ილიამაც. მადლობა მხარდაჭერისთვის, მაო. ყველაფერი საუკეთესო შენ და შენ ოჯახს. ილიას ამ გადაწყვეტილებას დიდი ცვლილებები მოყვა მის ზონაში. როგორც ისიც, როცა მებრძოლი რაიმე მიზეზით ვერ ჩხუბობს გარკვეული დროით, UFC ამატებს დროებით კამარს, რომლისთვისაც ის მებრძოლები იბრძვიან, ვისაც წესით კამრისთვის უნდა ეჩხუბათ. ხოლო როცა ჩემპიონი ბრუნდება, დროებით კამრის მფლობელი ავტომატურად ჩემპიონს ხვდება. მაგრამ ილიას ოთახნიანი პაუზის გამო, დენა ვაიჩმა გადაწყვიტა ერთმანეთს დროებითი კამრისთვის. ჯასტინ გეიჯი და პედი პიბლედი დააპირისპიროს. მათში გამარჯვებული კი ილიას შეხვდება. დაველოდოთ როგორ ჩაივლის ეს ბრძოლა და ვინ იქნება შემდეგი ჩვენი ჩემპიონისთვის. თქვენ რას ფიქრობთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. პედი ჯასტინის ბრძოლის ჩანიშვნასა და ილიას პაუზაზე თავის სიბრაზეს ვერ მალავს არმან ცარუკიანი და მისი ტრენერი გორ სარკისიანი. ამაზეც ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. მანამდე განვიხილოთ 2026 წლის პირველი ივენთი, რომლის მეინ ივენთიც უნდა იყოს ჯასტინი პედის დაპირისპირება. ამ ივენთზევე გაიმართება უმაგრესი ბრძოლა. კომეინშიც ერთმანეთს კაილა ჰარისონი, ამანდა ნუნესი დაუპირისპირდებიან. ეს შესაძლოა ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქალების ბრძოლაც კი გამოვიდეს. როგორც იცით, ამანდა ნუნეში ქალებში ყველა დროის საუკეთესოდ ითვლება, ხოლო კაილა ჰარისონი ყოფილი ჯუდოკაა, რომელსაც ოლიმპიური თამაშების 2 ოქროს მედალი აქვს და კიდევ უამრავი ჯილდო სხვადასხვა ტურნირებზე. ცოტა ხნის წინ ის ძიუდოდან MMA-ში გადავიდა და მის გზაზე ყველას გადაუარა. ხოლო თუ ამ ბრძოლაში შეძლებს ამანდას დამარცხებას, სავარაუდოდ ყველა დროის საუკეთესო ქალ მებრძოლების სიაშიც უმაღლეს წერტილს დაიკავებს. ამავე ქარზე ერთმანეთში იბრძოლებენ შონ ომელი და სონგი ადონგი. მოგეხსენება ჩონი მერაბის ზონის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო სონგი მეხუთეს. სონგი ნამდვილად საბეჭდავი მებრძოლია. მან წინა ბრძოლაში ჰენრი სეხუტო დაამარცხა. ერთი ბრძოლით ადრე კი პიოტრ იანთან დათმობრძოლა. სავარაუდოდ თუ ამ ბრძოლაში სონგი გაიმარჯვებს, სატიტულო ბრძოლასაც მიიღებს მერაბი პიოტრის ბრძოლაში გამარჯვებულთან. რაც შეეხება შონს, ყველამ ვიცით, რომ დენა ვაიტს ის განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა არ ამგონია ერთი გამარჯვებით ისევ მერაბს შეახვედრონ. და ამ ქარდის ყველაზე საინტერესო ბრძოლა ჩვენთვის რა თქმა უნდა უმარ ნურმაგომედოვი დეივისონ ფიგერედო იქნება. უმარი ამ წონის პირველი ნომერია, ხოლო ფიგერედო მე-6. რა თქმა უნდა უმარი გამარჯვების შემთხვევაში ისევ სატიტულო ბრძოლას მოითხოვს, თუმცა თუ ფიგერედო გაიმარჯვებს, მასაც შეიძლება სატიტულო ბრძოლის მოთხოვნა, მიუხედავად მისი არც თუ ისე კარგი რეკორდისა ამ ზონაში. მე პირადად ძალიან მინდა ამ ბრძოლის ნახვა, რადგან თუ მერაბი ფიგერედოსაც დაამარცხებს, მას უკვე 5 ყოფილი ჩემპიონი ეყოლება დამარცხებული. რაც დამიჯერეთ. სრული სიგიჟეა. მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან რემატჩისთვის და UFC-ს ყველა დროის რეკორდის დასამყარებლად ემზადება, რაც ერთი წლის განმავლობაში ტიტულის 4-ჯერ დაცვას გულისხმობს. ეს კი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ისტორიაში აქამდე არავის გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მანქანას ძირითადად იანთან დაკავშირებულ შეკითხვებზე უწევს პასუხისგაცემა. თუმცა ლოუ-კიკ MMA ჟურნალისტმა მას უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებითაც კითხა, რაზეც მერაბისგან ასეთი პასუხი მიიღო. არ მომწონს ისეთი მებრძოლები, რომლებიც სოციალურ ქსელში უფრო მეტ საქმეს აკეთებენ, ვიდრე ოქტაგონში. მან მე ყალბი ჩემპიონი მიწოდა. რაზეც საკადრისი პასუხი მიიღო და ნურმაგომედოვთან ყოველგვარი ურთიერთობა და კონტაქტი ამით დავასრულე.
მოუთმენად ველოდებით მერაბისა და პიოტრ იანის დაპირისპირება 7 დეკემბერს UFC 323-ზე. ამ ჯგუფთან დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებთ ცალკე ვიდეოს ჯგუფამდე, სადაც განვიხილავთ თუ რა შეცვალა პიოტრ იანმა მერაბთან მომზადებაში. რაც უკვე ნამდვილად ვიცით, პიოტრი დაღესტანელ მოჭიდავეებს იხმარს, რომ მერაბთან ჯგუფში მოამზადონ, მაგრამ ასევე აქტიურად მიდის საუბარი მერაბის ჯგუფზე თეთრ სახშიც. ივნისამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი, თუმცა მას შემდეგ, როდესაც UFC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაიტმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ თეთრი სახლის მასშტაბური ღონისძიება დაანონსა, ყველა გამორჩეულ მებრძოლს ამ ქარτზე ჩხუბის სურვილი გაუჩნდა. ბუნებრივია, მათ რიგებს განეკუთვნება და სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია აქვს მერაბ დვალიშვილს, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა. თეთრ სახში ღონისძიების მონაწილეობის მიღება ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება და თუ შემომთავაზებენ ორგანიზატორების მიმართ მადლიერების გარდა სხვა შეგრძნება არ მექნება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ვარ, მუდამ ქართველად დავრჩები. ვიცი ბევრ ამერიკელს სურს ვაშინგტონში ჩხუბი და ვფიქრობ ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ, განსაკუთრებით კი ჯონ ჯონსი. Ας ფიქრობ ჯერ მერაბი იანის დაპირისპირებაზე, ხოლო გამარჯვების შემდეგ მერაბის მორიგ სატიტულო დაცვაზე ამერიკის თეთრ სახში და წერეთ აუცილებლად კომენტარებში. წინა ვიდეოში გითხარით ილიას განცხადებაზე, სადაც მან არმანს შიშარა უწოდა და სილის გაწნა გაახსენა, რასაც არმანის გაბრაზება მოყვა. თუმცა როგორც ჩანს, არმანზე მეტად მისი მწვრთნელი, ვინმე გორ სარკისიანი გააბრაზა. ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, ჯობია გამორთოთ ვიდეო, რადგან ამ ვაი ტრენერის სიტყვები დამიჯერეთ ნამდვილად გაგაბრაზებთ. ილიას არმანისადმი მიმწვნილ პოსტს მალევე გამოეხმაურა გორი და მსგავსი პოსტი გამოაქვეყნა ინსტაგრამზე. ელპი როგორ შეიძლება ესეთი თქვა. აი არმანს ულოცავ და ეგ გახიო ეს ესპანელი. ასეთ ბას რო ამბობს. ამ პოსტზე ქართველებმა დაანახეს, რომ ილიაზე მსგავსი შეურაცხყოფით საუბარი ესე მარტივად არ გაუვიდოდა და საკადრისი პასუხებიც გასცეს. რამაც ავარაუდოდ უფრო გააბრაზა ჩვენი ვაი ტრენერი და ილიაზე და ალექსანდრზე პოსტების წერა დღემდე არ შეუწყვეტია. აი ამ ვიდეოში ვენტილატორი სილას აწნის თავის მეგობარს. თურმე ეს ოჯახური ელპრივიჩკა. ხოლო როცა ილიამ ჯეკ დელა მადალენას ისლამთან მარცხის შემდეგ საქართველოში წასვლა და ჭიდაობაში მომზადება შესთავაზა, გორმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმის თქმა სადა, რომ თავად ილია არასდროს მომზადებულა საქართველოში. შენ თვითონ სად გახდი მებრძოლი, მისამართი მითხარი მაკლუბის საქართველოში. ან მწვრთნელი სახელი და გვარი მითხარი. ვინც არ იცით შეგახსენებთ ილიამას და ალექსანდრემაც ზუსტად საქართველოში დაიწყეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ხოლო ილიას პოსტის შემდეგ, სადაც მან განაცხადა, რომ ცოტა ხანი არ იჩხუბებდა, თავისი უზომო ბედნიერება ვერ დამალა ჩვენმა ვაი ტრენერმა გორმა. ელსულელი განსაკუთრებულად გაუგებარ ხალხს მინდა უთხრა. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი, ეს ჯერ კიდევ დასასრულის დასაწყისია ელსულელისთვის. ხოლო მისი ბოლო პოსტი უკვე ქართულ გულშემატკივრებს გადაწყვეტა და თქვა: როგორიც მებრძოლია, ისეთივე ფანები ყავს, ხან დედას ეხებიან, ხან მამას, ხან ინტერვიუში, ხან კომენტარებში ელ ესპანელების სავარაუდოდ. მე პირადად არასდროს ვარ მომხრე კომენტარებში ვინმეს გინების, ან სულაც ლანძღვას, რადგან ეს ქართველებს ნამდვილად არ გვამშვენებს. თუმცა ამ ვაი ტრენერმა ეს ყველაფერი თავისი ბოღმით და შურით შეძლო, რომ ქართველი გულშემატკივრები ესე გაებრაზებინა. მე გირჩევთ ყურადღება აღარ მიაქციოთ მსგავს ინდივიდებს და გახსოვდეთ, რომ მათ ვეზიზღებით, იმის გამო, რომ არ არიან ისინი, ვინ ჩვენ ვართ. როგორც გითხარით, პედი გეიჯის შორის გამარჯვებული აუცილებლად ილია შეხვდება სატიტულო ბრძოლაში. ხოლო არმან სარუკიანი კითხვის, რომ პედის შანსი არ აქვს ილიასთან. დივიზიონში არსებობს ზონეები. პედი პიმბლეტი ის მებრძოლია, რომელიც ვერც ოლივეირას, ვერც ჰუკერს და ვერც პორიეს ვერ დაამარცხებს. ვერ გაიმარჯვებს ჩემთან და ჰოლოუეისთანაც. თუ ის გეიჯის აჯობებს, მაშინ ვიტყვი, რომ ეს ბიჭი კარგი მებრძოლია. ილია თოფურიასთან პედი პიმბლეტს გამარჯვების შანსი არ აქვს. მან დაამარცხა მაიკ ჩენდლერი. მაგრამ რამდენი მოგება აქვს თავად ჩენდლერს? ის არაფერს არ მოადგენს UFC-ს სურდა, რომ მისგან ვარსკვლავი შეექმნა, მაგრამ არ გამოვიდა. მე კი შემიძლია, რომ ილია თოფურია დავანოკაუტო. მე მას ყველგან დავამარცხებ. უბრალოდ მითხარი, როგორ სტილში გინდა მოუგო. ილია პედის სავარაუდო დაპირისპირებაზე ისაუბრა მაიკ ჩენდლერმაც. მისი თქმით არ სჯერა, რომ პედი პიმბლეტი ელემატად დროს დაამარცხებს და ჩემპიონი გახდება. ფიქრობ, პედის ექნება კარგი შანსი, რომ ერთ ან ორ რაუნდზე მეთხანს გაძლოს, რადგან ის არ იქნება ბრძოლაში იმდენად ჩართული, რამდენადაც ოლივეირა იყო. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ილია თოფურიაზე ვსაუბრობ. ვლაპარაკობდეთ ერთი წლის წინანდელ მსუბუქ წონაზე და პედიზე, ჩვენი აპრილის ბრძოლის შემდეგ მე ვიტყოდი, რომ მას მეტი შანსი აქვს, მაგრამ ფიქრობ, ილია თოფურია ყველაზე ნიჭიერი მებრძოლია, არა მხოლოდ ჩვენ დივიზიონში, არამედ მთელ სპორტში. ეს ჩემი პირადი აზრია, თქვა ჩენდლერმა.
და აი, ბოლოშიც გავედით. რას ფიქრობთ იმაზე, რაც ილიას გარშემო ხდება? აუცილებლად განვიხილოთ კომენტარებში. ჩემი აზრით, ილიაზე სულაც არ მოქმედებს ბინძური ადამიანების სიტყვები, მით უმეტეს გორისნაირი ტრენერებისგან. თუმცა, მაინც მეგობრებო, ილიას ჩვენი მხარდაჭერა სხვადასხვა სოციალებში უნდა ვანახოთ. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.